ჩამოვიდა ჩემი გველგამძლე შარვალი ამაზონის ჯუნგლებისთვის და კიდე რაღაცები. მოდი ხა ერთად ნახოთ. რანაირია ეგ შარვალი. შარვალი უფრო ამოსაცმელებია იდეაში. აი ეს არის. ეხლა მოდი ჩავისვამ და ნახოთ რანაირად იქნება. ეს არის სხვადასხვა სოფლიოში ტოპ ბრენდის ამ მიმართულებით Turtle Skin-ის, აი ამ Turtle Skin-ის ამოსაცმელია. Chaps ქვია ინგლისურად და ქართულად არის ზოგადად. აი ესეთი რაღაცა არის. კომფორტულია, მე ხვდი, ლარჯი შეუკვეთე, რომ აი ჩახრა აწევის დროს პრობლემა არ ქონდეს. ანუ ეს შეკერილია ბალისტიკური რაღაცა ნაჭრისგან და რაღაცები წერია ესეთი სიტყვები, რომ აი ჯერ მარტო მაგ სიტყვების გამო უნდა იყიდო. ესე გამოვიყურები ქვევით ბათინკები, გველისგან დაცული ხარ. იმედია, რომ დაუცველ ადგილას არ მიყმეს გველი. კიდე რაღაცები გამოწერე ჯუნგლებისთვის, ეხლა ნახოთ რა არის. სპრეი იმისთვის, რომ წერები, ყოღოები და რაღაცები არ მოგეკარონ. აი ესეთი სხეულის კანის სპრეია და ესეც გამოწერე, ეს არის ტანსაცმლის სპრეი, ანუ ტანსაცმელი უნდა დაალბო ამაში, გააჩერო 24 საათი, თუ რაღაც ეგეთი ინსტრუქცია აქვს და მერე უკვე 1 კვირის კი არა, 6 კვირის განმავლობაში იმ ტანსაცმელს აღარ ეკარება, არც ყოღო, არც მწერი და არაფერი რა. ჩამოვიდა North Face-ის მზის განამცავი ქუდი. რაღაცა ესეთი როჟა ვიქნები რა. იმიტომ რომ იქ ხო ძალიან მზე არის. 7 საათი მიწევს ნავში ყოფნა და აი ესე ამაზონის ჯუნგლებში მდინარეში სიარულე და მზისგან ეს მაგრად გაასწრებს. რაღაცა ესეთი ტიპი ვიქნები, ქვევიდან ეს ჩაპები, ზევიდან ის ჩემი ჟილეტი, წინა ვიდეოში რაც ნახეთ, ეს ქუდი და რავი, ერთი მაჩეტესაც დავითრევ და კიდე დავითრია ესეთი ფილტრიანი თერმოსი. ანუ ეს ფილტრი უძლებს 2 ტონა წყალს, ანუ 2 ტონა წყლის გაფილტრა შეუძლია ბაქტერიები, რაღაცა მიკრობები და ეს რაღაცები მდინარიდან შეიძლება წყალი გაავსო და დალიო რა, ესეც მე მგონი რომ ძალიან კარგად გამომადგება ლაიფსტროვარი ბრენდი, ესეც თუ და გაინტერესებთ. მზად ვარ ამაზონის ჯუნგლებისთვის, ძალიან საინტერესო, ძალიან სინემატიკური ვიდეო გელით წინ. ამიტომ რა უნდა გქნათ, უნდა გამოიწიროთ ჩემი YouTube არხი.